ჩვენ მოვივლით საქართველოს კუთხეებს და დავაგემოვნებთ იქაურ ყველაზე პოპულარულ და ტრადიციულ კერძებს. დავიყოფით ორ ნაწილად. მე ვასა და ირაბებია დავიძვებით დასავლეთისკენ, ხოლო გუგა და კოსტა აღმოსავლეთისკენ. მთელი დღის განმავლობაში სულ ვესტუმრებით 6 სხვადასხვა ლოკაციას. დავიძარით მეგობრებო, კახეთო, ჩემო კახეთო. დავიძარით ქუთაისისკენ, ეს არის ჩვენი პირველი მარშრუტი და გვყავს სუპერსტუმარი. ეს არის ირაბებია, ჩვენი კამპოტების მაგნატი. პირველი გაჩერება არის გენაცვალე ბიკენტიას ისა საქაბაბე. მოკლედ მაგ ხაბაბს ვინ შეჭამს? ხო. 100 წელზე ზევით ცოცხლობს მინიმუმ. ხო და საჩემო. გავტესტოთ? საჩემო ყოფილა გავტესტოთ, მაშინ გავტესტოთ. მოტორნიკე. რას უფრო გველოდება და რა მასპინძლობა კახეთში რომ მივდივარ უკვე დააკრა. ხორცის ღვინო? დუდუკი. დახურო. ვარ შენი სველი, ვინ თეთრი ხარ, გინდა დაწითელი. ქუთაისამდე ირაბებოს ნაზუქი მოსწურდა და ცოტა ხნით სურამში გავჩერდით. გამარჯობათ. ეს მისი ნაზუკი. ეს არის მაიას ნაზუკი. მაიას ნაზუკი ცნობილი. დიახ, და 10 ლარის მინდა ეხლა რომ მოვცეთ. რა ღირს ერთი წელი? 3 ლარი. 3 ლარი, ესე 3 წელი მოვიდა, ხო? 4 წელს ვაცე. არა. ლია გამოუტანე. დაიცადე მოვიტან 1 წელი კიდე, აიღეთ ინცვალი და 4. არა, მომეცით. თქვენ იმდეს სწვალობთ, არა. იყოს, არ მინდა ხურდა, არა, ცოტა უნდა გავსინჯო. გასინჯე. ხო, რა კარგია. განგენდიელია. ჩამოვედით ჩვენ. კახეთო, ჩემო. რა გინდა მეტი რა. რაო. მინდა რომ შევეკუთოთ ნამდვილი კახური სამზარეულოს ნამდვილი კერძები. ხაშლამა, რომელიც აუცილებლად მინდა. მოდი მწვადიც იყოს, ნეკნის მწვადი იყოს. კახური აუცილებლად, საწებელი კახური. კიტრი პომიდორი კახური ზეთით. კი ბატონო. კახური ზეთით სალათი, რასაც უხდება იდეალურად ბუდის ყველი. ბუდის ყველი. სპურთან ერთად. თითო ჭიქა ღვინოთ შეიძლება. მუხუზანი იდეალური. მუხუზანი თითო ჭიქა, კი ბატონო. ახლოდან რომ შეგახედოთ, ნაღდი კახური თუ გინდა, ოხშივარი თუ გინდა ეს არის. ჩაკაფულის დავამატეთ. სეზონი შევიდეთ. ან სეზონი. ცერა მე მინდა გამოვხდე რა შენთან ახლა რა რომ ცხოვრებაში არ მაქვს ხაშლომა გასინჯო. გადა? ეხა თუ გავსინჯავ მით უმეტეს კახეთში და თელოში. პირში დნება ბიჭო. დავაი. ჩვენ პირველ ვოიაჟს კახეთში, ამ კახეთის ღირსება კერძებს ღირს შესანიშნაობები გაუმართეს. კი ბატონო. მოკოლა. ძამეგარი. ბევრი დადო არ შეიძლება არა, ხო? ეს საქმე კუდი გვაქვს, ზაგო. გავსინჯე, დავაგემოვნე. მოდი წვადით დავიწყო, ნეკნით დავიწყო. ძალიან დიდი მადლობა გუგია, ეს მოგუნვითი ღონისძიება განახორციელოთ და აი ესე უნდა ჩაცალ. აუ ბიჭო რა ნაჭრებია. და ხალხს მოვიყრია ესე ხელით რა. მე ჩანგლით ვერ შევჭამ იმას აქვს წვალს ახლა გლეხურად. მოდი აბა აი პირველი მეჩა მაინც ცალკე ასე ვქო ფრეშად. გურგუნი დამატება თავს ვერ დავით ძალიან. აი ხორცს ეთყობა რომ სხვანაირად მოვლილი ღორი იყო. კონი, ჭლე ხორცი, ყველაფერი დონეზე. დერმა ყველაფერი. ანი, ცომი, დომი, ყველაფერი მოგეცი. ძალიან წვნიანი ხორცია. არ ვიცი ეს კახეთის აერი მოქმედებს რა. მატყოვე. თუ ერეკლესიკაში მიგა. არ ვიცი. ქუთაისო ჩემო დედულეთო გულისაგულედან ლავისა მომენტო უკვე ვიკენდია საქაბაბეში ჩამოვედით ირაბებოს კომპოტო რა შვები როგორი მოლოდინია გასინჯული გაქვს ვიკენდიას ქაბაბი ამ ხო და ეს მეტყველებს იმაზე რომ მართლა მასწორ ადგილას მოვედით თორნიკე და ისტორიულ ადგილას არ მოვედით რამდენი ხანია რაც
68 წელია რაც ფუნქციონირებს თვალით. 68 წელია წარმოიდგინე. მაშინ 3 კაბაბი. 3 კაბაბი მზადეთ. ლუდი ნატახტარიც უნდა აუცილებლად. ჩაბა, აი ესეთი კოლეგა ვიპოვეთ ქუთაისში სხვათა შორის, სოსიკი. ტელევიზორში გადის ხო ის? ეს ჩვენია ხო? ფაქტობრივად სწრაფი კვებაა, ზუსტად 3 წუთში მზადდება. მადლობა ძალიან დიდი. შევფასებო, მეგობრებო, ჩემო ლამაზებო, გაგვიმარჯოს. ჩვენი ნატახტარი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის, ქუთაისშიც აქვთ და ვიკიპედიაში და აბა არ გავგიჟებულ ვარ, ცოტა ბევრი მარილი აქვს ჩემთვის. ირაბები ასვეთ ახლა მარილი ცოტა მეტი აქვს. ზოგადად პიკენტიაში ყველაზე გემრიელი არის ისტორია და არა ხორცი. ამ ეტაპზე ესეა, მაგრამ არ არსებობს ქუთაისში არ ჩამოვიდა და აქ არ მოვიდა, იმიტომ რომ ეს ტრადიცია უნდა შევასრულო, რასაც პიკენტიის კაბაბის მირთმევა ეწოდება. ამიტომ ამოვუწევთ და იგულავთ. გულის ყარზე გვიჟდები დედას იცავ. ჩვენ სხვათა შორის ჩავამატეთ ჩაკაფული, როგორც აღნიშნეთ და სეზონი. აი ხა მოვაქვთ მე მგონი. ეს ერთი ანუ მხოლოდ შეთვის ხო გუგაბა სავალად. არა, ამას გავიზიარებთ. გადავედით ჩაკაფულზე და სეზონურად შოთი მომიტეხე რაც შენს გახარებას. ეს თუ არ ამოუწევ. ტარხუნებში თუ არ ამოვავლებ. და საერთოდ ჩაკაფულზე იმის თქმა შეიძლება, რომ აი კახური გასაგებია, მაგრამ ზოგადად ძალიან ქართულია რა, აი უცხოელებთან ხო ვისაც ქონია კონტაქტი, ჩაკაფული არის აი რაღაც საოცრები. ძალიან კარგია. უგაორი. ერთი სიტყვით მე მგონი შევეხოთ ხო გუგა. ახეთის გულს თევაში სადაც ვარ. მე მგონი ერთადერთი მხარეა რა, სადაც აი ადამიანი იგინება და სიამოვნებს ხო, ანუ არ არის რა უზდევობა. პირიქით. აი პულმანი რო დააყრი რა. და რო არ შეგეხვეწება, ხო იცი, ეგ თხოვ ჭამე და ერთხელ გეტყვის, შეჭამ თუ არა და მაგ მაგ გაგიზე. მითხარი რომელი მინდა? ნუ რავი, აი ეს ხოს. მარილი ხო გიყავს? მე და ვაღიარო პირველ სინჯელს ხოვრებაში. აი ეგ ნაწილი მოგდის. ეს ჩავიფიქრო. მოწუწნე. აუ, ნაჟურია. რბილობია, ჩვეულებრივი. აი ეს გა. ნიურის სოუსი გოსტი. ჩვენ თბილისიელები ესე აგრესიულ ნიუ-იორკს არ ვართ ჩიჩორები და ცოტა სამბერი მოვის. გაუმარჯოს კახეთ. და ამ თბილი მასპინძლობისთვის ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ რა. აბა გაუმარჯოს, შვიდობით კახეთო. მადლობა. გაგიმარჯოს. სანამ ამ ბრწყინვალე ვიდეოს უყურებთ, მანამდე პატარა პაუზა შემოგთავაზებთ და გეტყვით, რომ ეს არის გეიმო ჩვენი ახალი მეგობარი, რომელსაც საოცარი გათამაშება აქვს. 30 აპრილიდან დაასკანერეთ ქილაზე არსებული QR კოდი, შეაგროვეთ სიტყვა გეიმო და მიიღეთ ძალიან მაგარი პრიზები. სუპერ პრიზი არის PlayStation 5 და UFC-ს დისკი, რომელზეც იქნება სპეციალურად მერაბ დვალიშვილის გამოწერა, რომელიც არის ამბასადორი ამ ბრწყინვალე კომპანიის და ამასთანავე სხვადასხვა საჩუქრები არის. ეს არის გეიმოს სასაჩუქრე ყუთი, საქართველოს ნაკრების მაისური, საქართველოს ნაკრების ჩანთა, ნაკრების რაგბის ბურთი და მერაბ დვალიშვილის მაისური ავტოგრაფით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გემოს ოფიციალურ Facebook და Instagram გვერდს. აი, სოკი არის მაგარი. ამის ერთ-ერთი მუღაბ ისტორიასთან ერთად იყო ფასიც, ხო? რომ რაღაც ძალიან იაფად, ძალიან სწრაფად, გემრიელ, მაგრამ რაღაცას ჩამდირა და თან დიდ წვენის ძალიან ბევრი და პურის და ასე შეგვიდა. ცოტა ფასი მოიმატა ეხა შედარებით რა, რასაც 12 ლარი ეს და ადრე ბევრად იაფი ყიდა, მაგრამ ნუ გაძვირდა ცხოვრება მესმის.
საბოლოო ჯამში გემრიელია. თუმცა არ არის ტრადიციული რა, ანუ ის ხდება რაც წლები არის რა, ანუ სულ ეს არის ცვლილება გემო და ეს არის მთავარი. მე ძალიან მომწონს რა, მოკლედ საბოლოოდ. პირაბებია ეს ამ ხელა უყალაყი როგორ გამოგივიდეთ? როგორ ფარავთ და საერთოდ ვიდეოში რო აღარ ხარ? მე არ გავ. თქვენიდან იწყება. ირას შოს გამოუვიდა. თქვენიდან იწყება. პირაბებია მოკლედ, ვიკენდია. მოვაკვარახჭინეთ ლამაზად, ლაზათიანად, როგორც შეგვეფერება, როგორც ქუთაისობა შეეფერება. ახლა მივიდივართ თქვენს საყვარელ ადგილას, ეს არის საელარჯეთი, ზუგდიდი. რას ფიქრობთ, გამოლოდინი გაქვთ წელადი ელარჯის? ელარჯისთვის გიჟდები. კარგად აი ელარჯისთვის რაო? გიჟდები. ჩემი ბებო used to giggle. გაუდექით გზას და მივდივართ ფასანაურში. ფასანაურში რისთვის წავალთ? თუ არა, ხინკალი. ხინკალი. ნამდვილი ფასანაურული ხინკალი. გაგვიწვიმდა ამასობაში და იმედია რომ ჩავალთ ცოტა ნორმალური ამინდი დაგხვდება. ნორმალური ამინდი არ დაგხვდა, მაგრამ რესტორნამდე მისვლა მაინც არ გაგვიჭირდა. მე ახლა რესტორანი ქავთარაძის სპონსორი ნატახტარი ყოფილა და სპონსორი არა, ანუ ალბათ ლუდის პარტნიორი და ჩვენი მეგობრები. საერთოდ მეგობრები ყოლია. მოკლედ, ძალიან მარტივი შეკეთა გვაქვს. ხინკალი გვინდა. გემრიელესი ხინკალი გვაქვს. ცოტა მინჩი არ გაგვიმართლა, იმედია ხინკალში გაგვიმართლა. 20 ხინკალი ფასანაურული და 2 ლუდი ნადახტა. კი ბატონო. თუ რამე კიდე მოგვინდა დამატებით გეტყვით. მადლობა თქვენ. აქ არის ჩაყოლებაზე დაახლოებით ესეთი რესტორანი რამდენიმე, აი ფასანაურიც არის, ჩოხი. ნუ ერთ-ერთი შემოვიდით ჩვენ და ეს არის ქავთარაძეები. მომწვანი გქო, ხო? კი. ანუ ფილური. ქალაქურიც იქნება რა ეხლა, მოდი რა, რისთვის ჩამოვა ქალაქური, ქალაქშიც მეყოფა ავტობუსი. რა ეხლა რა. უი, მოვიდა. აუ, ხშირად და აუ, რომელი მადლობა. ციოდა, მაგრამ აღარ ციოდა. ხო, ანუ მგონია რომ კლედივით მომეხო. დედას მისო. მადლობა დიდი. აი ეს არის გოსტი. ლუდიც მოვიდა. ოი. ღმერთო ჩემო. არა, ხინკალი და ლუდი ჩემთვის არის კარაკი და პური. რა თქმა უნდა. ხინკალთან ლუდი რომ მიდის, ისე მე მგონი არაფერთან. მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა. კაი, ჩამოვისხათ და просто მე ლიმიტირებულად მომიწევს სმა. კოსტი. ეხლა არ გაგვიცივდეს ხინკალი. ეგრევე იგზნობა სხვა გემო რა, ანუ ხორცი არის სხვანაირად დამზადებული, წვენი დაანგრიელი მაგალითად. ძალიან ოჯახური და მთიულუ, ანუ ფაში რაც ვიცით ეკეთება, ეგეც არ გავს რა, ანუ საშუალო არის. თან არც ძალიან პრიალა და არც ძალიან ისეთი ოჯახური სტილი. მაგრამ გემო აქვს შვენიერი, ძალიან. ძალიან. ხინკალი მიყვარს ყველაზე მაგრა რა. ხალბატონო ირა მოვიდა ელარჯი ჯერ მხოლოდ გაწელეთ სანამ მიიწვი აიღეთ კლიანი დანა ქვემოდან და ეს რაღაც გავაკეთე აი ესე შეხედი არ ჩერდება იცი გავაგრძ ვაში ბოდო ეს არის ელარჯი ამის ნამდვილი ფავლია ძალიან გემრიელია. მე ახლა თბილისში ხშირად ვჭამ გებჟალიას, მაგრამ ეგეთი საუკეთესოა. ასე სულს გაყიდის არის გებჟალია და სულს არ გავყიდი. არა, აბარას გაყიდი. არაფერს არ გავყიდი. მაქსიმუმ ძაღლი გაყიდო, ხო? არა, ვერც. სახსას არ გაყიდი. ვერა. აი რა, სახს არ გაყიდი. ეხლა შეიძლება არ გასცემდი, კაი ელარჯის გამო. არა, რატომ ვერ ზემოდან კაი ბაჟე? უკვე შეიძლება. იცი რა გითხრა, ეხლა ტრაკის და მასშტაბი და აი, კარებები ეცემა. მივიღავ.
საერთოდ ზუგდიდი ცნობილია არაჩვეულებრივი კერძები. არა, ბევრი კარგი რაღაცებით. როგორ შეაფასებ ცხვის დამზადებულ კომპოტს? ჩემი კომპოტი რო იყო, ჩემო შვილივით ყავდა, ხო? ის იყო, რა იცი, მართლა გემრიელი. გეთანხმებით. კანკალები ისე მცირდა და ჩამიღვენთან ხო იცი? გულმუცელი გეფისები. მოდი, გაუმარჯოს ამ ფასანაურუ ხინკალს რომელიც ძალიან სუყეთ იჭმევა თავის წვენთან, ერთად მაგრამ ზედაპირი ცოტა გაუმარჯოს ძალიან მარტივად. უშენ გენაცვალე შენ. ესეთი ამინდია, მაგრამ არც ცივა ის მაინც რა. დინარე მორაკრაკებს და ამ რაკრაკში ჭამხინკალს. შეექცევი. ხო, ანუ ეგ მარტო გემოზე აქ არ არის რა. ანუ ძალიან მოქმედებს ის აურა, სადაც იმყოფები და როიცი რამხელა ტრადიცია აქვს ამ ხინკალთან, თუნდაც ფასანაურს. მაგდოს ხვდები რომ ეს უბრალოდ ხინკალი არა. აი, მართლა უფრო გემრიელად იჭმება. შეიძლება ეს ილუზიაა და ძალიან ცუდ ხინკალს ჭამე ხან ჩვენ. დანარჩენს კაცს მიღმა შეუძლია, კოსტი გენაცვალე. გაუმარჯოს ფასანაურს, ჩვენი შემდეგი სადგური არის გორი. ამაზე გემრიელი გაარჩინა ჭამი მართლა მაინტერესებს. მე მყავდა თანამშრომელი ზუგდიდელი, გინე მაია კაკულია, რომელიც ახლა ამერიკაში ცხოვრობს. აი ის აკეთებდა, ვიკეთებდა ხოლმე ელარჯს. თითქმის ერთი და იგივე გემოა. თბილისში ეგეთი ელარჯი მე არ მიჭამია. მე ზოგადად ძალიან პატივცემ ყველს. ძალიან მიყვარს ყველი. გამისკდა გული გალბატონა ირინა. როგორ გეყადრებად ეცალ. მე ვიცი სადრა უნდა ვთქვა. ისე რა ნუკნისკდათ დორი. ირიას არ კონდეს ისეთი იუმორი, როგორიც ჩვენ გვაქვს, ესეთ ხუმრობას არ შევკადრებდი ამ ქალბატონს. არა, ორი არა. ორი გახავს, მაგრამ აგერ მესამე გვერდზე უძღვე. ო, მე რო ავყავდე რა, ეშველებოდა. ნამდვილად. მიმოპასუხება ტელეფონზე. რა ხანდახან რო არიღებ ყურმი. ესე იგი რაღაცა მართლა გამგლიჯო. გამგლიჯო. ხაიხარე ირა რა. ამ კომპოტს ვინ აკეთებს, იცით? არა. უნდა იცოდეთ ეს. ცნობილი მე კომპოტოა საქართველოში. პაბედა ჯგერენაია. აბა ვარჯოს აბედა ჯგერენაია. აბედა. აქედან მივიდივართ ბათუმში და რა ვიცი, ღმერთმა გადაგვარჩინოს დღევანდელ დღეს. შენ არ გასკვდეირა, თორე მე ხაბი შემოსავლელი იქნები. სიმოსავლელია ეთქობა. კი, მოდი ვნახოთ რა გოლის ბათუმში. წავედით. და დადგა ნანატრი კოტლეტები გორისა. ნახოთ ერთი რა. მართლა არის ეს გორული კოტლეტი თუ უბრალოდ ლეგენდა არის? თუკიეურია და ლეგენდა არის. სხვათა შორის ვაშლზე მოგიყვები ერთი ისტორია. სამა ვაშლმა შეცვალა მსოფლიო. ეს არის ნიუტონის ვაშლი. ეს არის სტივ ჯობსის ვაშლი, და ეს არის ევას ვაშლი, რომელიც ჩაკიჩა. და დღეს მეოთხე ვაშლი გორი. რა თქმა უნდა, გორი კი ბატონო. შერაგეთ. ესეც შენი გორი კოსტიკა. სად მოვედით? ერისონი კი ბატონო. გამოიწერეთ და დაალაიქეთ ვიდეო. აჰა, იციან ბავშვი. შემდეგი. გამოიწერეთ გუგას არხი. კი ბატონო. ხოლოდ ჩემი. მუსიკები სადაც მიდის ეგ არ. უშენერი გარემო ჩანს. სურნელი? იქით მტკვარი, ტყვის პირას, ნაკადული. აი მოვედით დავსხედით და შევუკვეთავთ რა. ამ რესტორნის ფლობეს ყველა ფრენკი ნანახი ქონია. ყოჩახ. ძალიან დასაფასებელი. კოსტა არის ამ რესტორნის პრომელი. მოკლედ ესეც აჭარა
კონკრეტულად ბათუმი და კონკრეტულად ლევილი. ლევილი იმით არის გამორჩეული აჭარულ ხაჭაპურებში, რომ აქვთ ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის აჭარული რა, მრავალფეროვანი აქვთ 4 ყველითაც, სხვადასხვა ხორცეულობით და ასე შემდეგ. ანუ ეს ცნობილი ამბავია და მეც არაერთხელ მაქვს გასაჯული, მინდა გითხრათ. ერთი ასაც ყურადღება მივაქციე და მომეწონა არის ინტერიერი. ვიზუალი ხო ძალიან მოკლდა. არ მართლა კარგია. ახლა ძალიან კაი გარემოა და მე მუსიკაც შესაბამისი. პერსონალი. მე მინდა გაჩვენოთ ბებია ჩემის ტელეფონი. რა არის მაგაში? კომპოტი უკრია. ირას უკრია თავისი კომპოტი. ვერ ელევა. აუ რა. სხვათაშორის პერსონალი აღმოჩნდა ძალიან საყვარლები და კარგები. გაიხარეთ. ოი мама. თორნიკე არის სტანდარტული. ხო. ბებოს აქვს 4 ყველით და მე მაქვს სალამით და ჩორიზოთი. ბაჭო საკმაოდ კომპაქტურად. აუ რა კაი კრატუნა ის არის. აჰა. შო, ეხა ყველა მესე მივაჭახუნოთ. გაგვიმარჯოს. გაიხარეთ. ბათუმს გაუმარჯოს. აბა ვნახოთ. მოგიწონა? ობა. მიუხედავად იმისა, რომ მე გამძღარი ვარ? არა. საჭმელი არ მიჭირს? აჭარულ ხაჭაპურს მაინც არ მივესალმებოდი. აი ამან მოლოდით გადააჭარბა. სპეციალურად მოდუეს ისეთ ადგილებში თქო, რომელიც ვიცით რომ გემრიელია და რომელსაც საფასები ყველაზე მეტად ადგილობრივი. არა, ესე იგი, აჭარულ ხაჭაპურს ევროპული ყველით უხდება, ეგრე გამოდის, ხო? ძალიან. ძალიან თბილად დაგვხვდნენ ბავშვებიც მათ შორის, უკან ხედავთ ალბათ. გამარჯობა. მადლობა. გორის კოტლეტი ხო არ გექნება ჩემთხოვე. რა თქმა უნდა. თითო პორცია გორის კოტლეტი. კი ბატონო. იურით ხო? იურით. საწებელი გინდა კიდე? კი ბატონო, პურიც დაგჭირდებათ. პური დაგჭირდება და იყოს პურიც, სასმელი? წყალია. გორის წყალი. კი ბატონო. ჰორიზონტზე ხედავ გუგა უკვე ნელა მოემართება ხო? ნელა სწრაფად ძალიან. გორის კატლეტი. სოკია, რა ქვია, ნახე, ქვევით. ой, მაგარი წვნიანი. აჰა, მოდი, მოგიჭახურებ და ეგ არის. პიურე რა თქმა უნდა. პიურე მო წაუსვას. ოკეი, რა? არსებობს ისეთი სინჯარა, რა ეს არ შევიდეს და არ შეტრიალდეს და არ ავიდეს ზეცაში. ჩვეულებრივი კატლეტისგან რაც შეიძლება განასხვავო, არის რომ ძალიან რბილი არის და წვნიანი რა. არომატულსაც დავამატებთ, იმიტომ რომ გემო ფეთქდება აშკარად. ახლა დიდი შეფასებელი მე არა ვარ, მაგრამ ძალიან გემრიელი აშკარად. ხაბაბისკენ უფრო არის ვიდრე კოტლეტი რა. საღო. სხვადასხვა კოსტა ჩვენ უძველესი ხიდის ფონზე მივირთმევთ ამ კოტლეტს. 50-60 წლის წინ აშენებული ხიდი არის და ახლა ჩაკეტეს, მანქანით მაგიტო ვერ გადმოვედით. ანუ საფეხმავლო გახადეს ამის თქმა უნდა და ვიგას. კი ბატონო. კატლეტი თუ კოტლეტი ისე შენია? მე კატლეტს ვეძახი, მაგრამ ძირითადად მე მგონია და სწორი კოტლეტია. კი ბატონო. იცი რა თუ აგემრიელი? აბა მეც. კოტლეტი ისეთი სიტყვაა და საჭმელი. არელია. არა მოდები, მე რა. კატლეტი არ გინდა? არა რა კატლეტი, არა, წესიერი გამიკეთე, შეიძლება თქვას ვიღაცა. ვიღაც არა ნორმალური. ვა. ამდენი გაქვს ჭამე ერთ დღეში? ეს დღეს ჭამეთ? არ ჭამე, არა ყველანაირი ყველი. აბა ძალიან კარგი იყო, პირდაპირ ვიტყვი. არა ის საჭმელები ვჭამეთ. ირაბებოსთან დასვენება პირველ რიგში ყველაზე კარგი იყო. ირაბებო რომ ამ ვიდეოში არ ყოფილიყო, ეს ვიდეო იქნებოდა იმის 23-დი, რაც რეალურად იყო. ჩვენი სპონსორია ბეთლაივი, მინდა შეგახსენოთ, რომელიც ჩვენს ამ კვებების ჟანრს უზრუნველყოფს. ჩემი ჯენი, ჩემი ძაღლი დღეს რომ შეერი არ ყურება ამ ყველაფერს უზრუნველყოფს ბეთლაივი. დიდი მადლობა ბეთლაივს. თუ გიგო აქ ვერ გაჭმევ ჯიმა და მოიცა. შეგარგოს ჯიმა, შეგარგოს ჯანში რა. გარდა ამ კოტლეტისა რითი არის ცნობილი გორი შენთვის? ნუ როგორც ვახსენეთ ვაშლი. იოსებ სტალინი. იოსებ სტალინი, რა თქმა უნდა, სახლ-მუზეუმი ხა აქ არის. ვაშლით გამდიდრებული უამრავი პიროვნება. კი ბატონო, მოწყობილი ბიზნესებით. მოწყობილი ცხოვრები. ეგ არის და გორის ციხეო. კი ბატონო. ეს აბსენტია ხო? მოგესალმებით მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ლიმონადი. ჯინტონიკი სიამოვნებით. იდეალურად დაგვირგვინდება. მადლობა დიდი. მე ერთ ყურს დავლევ, იმიტომ რომ საჭესთან ვარ. გამორთე.
აუ, რა შოკია, კოსტი? ეპიურეც იდეალურად უხდება. არც მაგარი, არც თხელი. კატლეტთან როგორც უნდა იყოს შესაბამისობაში. ძალიან კარაქივითაა მართლა ადნება. შენიას მითია თუ რეალობა ის რომ გორლებს ძალიან უყვართ შუაგზაზე სიარული. მე როგორც ვიცი, როგორც ძღოლი. მანქანით კი არა, ანუ ქვეითებს უფრო უყვართ შუაგზაზე სიარული, ვიდრე ძღოლებს შუდაც სიარული. იმიტომ რომ სამ ადამიანს დავეჯახე მე გორში, უშუალოდ. ხუნობს. გასწორა, მოკლედ თელმამ დღემ რაღაც მართლა ჩელენჯივით გამოვიდა. ამდენ ლოკაციაზე ვიყავით ერთ დღეში და ძალიან სასიამოვნო ამბავი იყო გარდა იმისა, რომ გემრიელად ჭამეთ ყველგან. მე ვარ ძალიან ამაყი და ბედნიერი იმით, რომ საქართველოში არის უდიდესი არჩევანი და ფართო არჩევანი სხვადასხვა უგემრიელესი კერძების. დავახვიეთ რა. მადლობა ყველას. გამოიწერეთ Hungry-Man-ს არხი. კოსტა ძალიან კარგი ბიჭი იყავი, მაგრამ გამოგივიდა და დაემატე კოსტა Hungry-Man-ს. #. გაეცალე, არ ვარ გუნდი.